არსებობის მანძილზე გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში მცხოვრებ ქალთა პრობლემებსა და გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა კლუბის წევრებმა. ასოციაციამ ქალები რეგიონებისთვის ქუთაისში წლის შემაჯამებელი კონფერენცია სახელწოდებით ქალი და სამყარო გამართა. ღონისძიებას კლუბის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ქალთა კლუბი არსებობის მე-10 წელს ითვლის უკვე ამ ხნის მანძილზე კლუბმა შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას. კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად დღეს ტარდება ქალთა კონფერენცია სახელწოდებით ქალი და სამყარო. აი ამ კონფერენციაზე შევეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ყველა საკითხზე, რაც ზოგადად ქალს აწუხებს, რაც ზოგადად პრობლემატური არის ქალისათვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კლუბის წევრების თვალით დანახული სამყარო. დღევანდელი დღე არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ქალი და ქალის როლი სამყაროში და განსაკუთრებულად ქალები რეგიონებში, რადგან რეგიონებისგან შედგება ჩვენი ქვეყანა და ის ქალები, რომელიც მოღვაწეობენ რეგიონებში, სწორედ წარმართავენ საქართველოს, თლიან საქართველოს და წარმოადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ძალიან ღრმა შინაარსიანი და მე ვარ უბედნიერესი, რომ მომეცა შესაძლებლობა კონფერენციაში მონაწილეობის მიღების. დღეს არის კლუბის საანგარიშო შეხვედრა, ანუ წლევანდელი სამუშაო წლის დასასრული და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოგვივიდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩაფიქრებული ღონისძიება დავამთხვეთ სწორედ საანგარიშო შეხვედრას. გარდა ჩვენი მოხსენებებისა, მეორე ნაწილში ჩვენ გვექნება ანგარიში თუ რა გავაკეთეთ მთელი წლის მანძილზე და ეს იყო საინტერესო ღონისძიებათა მთელი ციკლი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს ჩავწერთ არა მარტო ჩვენი კლუბის, არამედ ქალაქის ისტორიაში.